ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს კიონიკ პილსნერი. გუნიხ პილსნა. დავირგვინე წარმატებული დღე. გადაცემის სპონსორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი. ქართული კრედიტი გთავაზობთ აქციას ბიზნეს სესხებზე. თვეში რეალური 1.4%-დან. სამომხმარებლო სესხებს რემონტისთვის ან გათბობის სისტემებისთვის. დააგრო სესხებს შეღავათიანი პირობებით. სწრაფ განვადებებს 0%-დან 15 წუთში. ეწვიეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს თბილისში, საბურთალოზე, დიდუბეში, გლდანში, სამგორსა და ვარკეთილში ან რუსთავის ფილიალს. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 229 31 11. ბიზნესა და ეკონომიკის სიახლეებით ეთერში ეკონომიქსის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, პარალელურად გაიზარდა ფასები პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, თუმცა ხელისუფლება პანიკის საფუძველს ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ ეროვნულ ბანკს შესაბამისი რესურსი გააჩნია კურსის დასარეგულირებლად. ამ ფონზე როგორია ექსპერტთა მოლოდინი წინა საახალწლოდ და მომავალ წელს. ახლა სატელეფონო ხაზია ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი. გიორგი, გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს. მადლობა, რომ მონაწილეობ გადაცემაში. გიორგი, მადლობა თქვენ. ბოლო პერიოდში, არაერთხელ გაკეთდა განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით, მე თითქოს ლარმა რაღაც დაიწყო გამყარება და ეხა უკვე ვარდნის ტენდენცია დაფიქსირდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. მე მსმენელს შევახსენებ, რომ ლარი და 73 თეთრია უკვე ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. არის თუ არა პანიკის საფუძველი ქვეყანაში და უნდა იყოს თორე ესე მშვიდად ხელისუფლება. იმ ფონზე როცა ფასები უკვე გაიზარდა პარალელურად. საქმე რაშია, იცით, მთლიანობაში კიდევ ერთხელ შემიძლია დავაფიქსიროთ ჩემი აზრი, როცა ამ თემაზე კომენტარს ვაკეთებთ, რომ პრინციპში ამ ეტაპისთვის ხელისუფლებას აქვს ყველა საშუალება იმისა, რომ პროცესი იყოს მართვადი, ანუ მართოს პროცესი. ანუ ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება სავალუტო ინტერვენციების განხორციელების და არა მარტო მას აქვს სხვა მექანიზმები. მაგრამ ეს პროცესი ხა მართვადია? რაც ახლა ხდება? ეს პროცესი ეხა არის მართვა და ამიტომ აქვს შეკითხვა, რომ პროცესი გამონარეკიდან რომ არის მართვადი, უბრალოდ მაქვს შეკითხვა, რას აპირებს ხელისუფლება? ანუ რატომ უშვებს ლარს? რა არის ამისი გეგმა? იქნებდა ჩვენს უფრო კვალიფიციურად აგვიხსნან, ვიდრე გაგვაგზავნონ ვანგასთან და ასე შემდეგ. იქნება უფრო კვალიფიციური პასუხები მოვისმინოთ, დაგვდოს პატივი ხელისუფლებამ უფრო კვალიფიციური პასუხები მოგვასმენონ მათი მხრიდან. ამ ეტაპზე პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პასუხები არის არადამაკმაყოფილებელი, ცალკეულ შემთხვევაში არაკვალიფიციური საკმაოდ. სეზონური ფაქტორი მოსახლეობაში იწვევს, რაც მოსახლეობაში იწვევს ძალიან სამართლიან, საფუძვლიან წუხლით ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია არ არის კარგი, როცა მოსახლეობის მოთხოვნას რომ გქონდეს მას მეტი ინფორმაცია, პასუხობთ აი ასე. უშინ ეკონომიკის მინისტრი, რომელიც არის ყველაზე უფრო ასე ვთქვათ ადეკვატური შეიძლება ასე ვთქვათ მოსახლეობის მოთხოვნებთან მიმართებაში და ყველაზე უფრო სწორ განცხადებებს აკეთებს ხოლმე, საუბრობდა სწორად იმაზე, რომ ხშირად მათი, ანუ ხელისუფლების პოლიტიკა და ნაბიჯები ეკონომიკაში არ არის კარგად ახსნილი მოსახლეობისათვის. აი ამ საკითხზე თვითონ საუბრობდა. და მე რატომ არ ხსნიან საინტერესო? ეს ერთ-ერთი თემა ზუსტად. იგივე შეცდომა, ვთქვათ ამ შემთხვევაში განმავლობა ხდება, თუმცა ეს ეკონომიკის მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს ყველაზე უფრო ნაკლებად ეხება, შეიძლება ასე ითქვას. მეტი პასუხების მოსმენა საჭირო ფინანსთა სამინისტროს მხრიდან და მეტი განმარტებებია საჭირო ეროვნულ ბანკის. რომელსაც ფინანსთა მინისტრი ასახელებს ძალიან ხშირად, ეს არის სეზონურობა, ანუ სეზონური ფაქტორი ლარზე მოთხოვნა იზრდება, ახალი წელია, ხალხს ანუ ფული ვისაც აქვს, არ აქვს, მაინც უნდა რომ ოჯახისთვის რაღაც შეიძინოს და ამ ფონზე გაზრდილია ფასები. არის თუ არა ეს სეზონური ერთ-ერთი მომენტი დაუშვათ ამ შემთხვევაშიც? სეზონური არის, მაგრამ არა ამხელა მაჩვენებლით, როგორც ეს ახლა არის დაფიქსირებული, არა ამხელა მაჩვენებლით, სეზონური ფაქტორები წინა წლის ამ დროს არ არსებობდა? ანუ წინა წელს ახალი წელი არ მოსულა და ახალ წელს ადამიანებს წინა წელს ბრალდებოდა ეს ყველაფერი, რომ ხელოვნურად ხდებოდა, ანუ რაღაც კოჰაბიტაცია ასე შემდეგ, როგორც ამბობენ. რა მნიშვნელობა აქვს მაგას რა მნიშვნელობა აქვს ლარის კურსთან მიმართებაში? არანაირი არსებით მნიშვნელობა არ აქვს. მე მესმის, რომ სეზონური ფაქტორები არის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა ამის,
მე უბრალოდ მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ეს არის კარგი თუ ცუდი, მე უბრალოდ მაინტერესებს სად არის განმარტება. ანუ მე ველოდები განმარტებას. თქვა ამ შემთხვევაში და ველოდები კვალიფიციურ განმარტებას. გიორგი, კარგი ვერ იქნება, იმიტომ რომ ვალი, რომელიც გადასახდელი აქვს ხელისუფლებას, ეს არის დოლარებში და შესაბამისად მათ მეტი დაუშვათ ლარის დახარჯვა მოუწევს. ამ შემთხვევაში ანუ ვის აწყობს ეს პროცესი? მოდით ასე შევხედოთ საკითხს. სესხი, რომელიც აქვს ასაღები უცხოურ ვალუტაში, როდის უფრო მეტ ლარს მიიღებენ შემდგომ ბიუჯეტში. როდის უნდა აიღონ ეს მომავალ წელს, ანუ აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს ბიუჯეტს თუ ჩავხედავთ, მომავალ წელს საქართველოს სარუცევს ცოტა სესხის აღება შეიძლება ასე ითქვას. მილიარდზე მეტი. კი და ნუ ბუნებრივია ამას არ აქვს თქვათ მცირე მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ეროვნულ ვალუტა რა გამომდინარე აქედან კიდევ შეიძლება გაიზარდოს კიდევ დაეცეს ლარის ძნელია ამ შემთხვევაში პროგნოზი გააკეთო როცა ცალკეულ შემთხვევებში ლოგიკას არ ექვემდებარება მთელი რიგი საკითხები და ვინმე არ მინდა რომ ჩემო პროგნოზმა შეიყვანოს თუმცა არაფერს არ გამოურიცხავ გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რომელიც ამ დღეებში იყო ამ ერთი თვის თვენახევრის განმავლობაში, იმიტომ რომ ხდებოდა კომენტარების გაკეთება, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა, ამ კომენტარების გაკეთების შემდეგ ლარის კურსმა დაახლოებით 5-6 პუნქტიანი ვარდნა განიცადა. ეს დეფლაციის ფონზე არის თუ არა მისაღები, იმიტომ რომ ვიცით რომ ერთი თვის წინ იყო დეფლაცია ქვეყანაში, ხა აღარ არის, მაგრამ არის თუ არა ეს ერთ-ერთი ბერკეტი დეფლაციის დაუშვათ შესაძლებლობა. შესაძლებელია, ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ, რომ აი თქვათ ეხა დეფლაცია არ არის მაინც და მაინც კარგი და ვთქვათ გარკვეულწილად ეს დეფლაციური პროცესები და ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ქონდა შესაბამისი რეკომენდაცია და ეხლა ვთქვათ საჭიროა რომ რაღაცა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ვუწრეავთ ანუ წლიური 6% შევასრულოთ ეს ჩვენ ექსპორტს ხელს შეუწყობს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე შეიძლება ვისაუბროთ მაგრამ მოდით ამ ყველაფერზე ვისაუბროთ გახსნილად და არა კულუარულად არაფერი ასეთი არ ხდება ანუ დაველოდოთ განმარტებას ხელისუფლების განმარტებას ოღონდ სერიოზულს განმარტებას აკეთებენ ვერ ვიტყვი რომ განმარტებებს ააკეთებენ, უბრალოდ ეს განმარტებები შორს არის რეალობისგან. ამ შემთხვევაში და ბუნებრივია მათ მართებთ მეტი განსაკუთრებით ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს მართებთ მეტი განცხადების გაკეთება. თან ისეთი კვალიფიციური კადრები როგორც ეროვნულ ბანკში მუშაობენ, უბრალოდ რა მაიმედებს რომ პროცესი არის მართვადი აბსოლუტურად, იმიტომ რომ ეროვნულ ბანკში მუშაობენ ძალიან მაღალი დიტომის პროფესიონალები, მის ხელმძღვანელის დარწმუნებულია რომ პროცესი საგანგაშო მაჩვენებელთან არ მივა. და საგანგაშო მაჩვენებელი რა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ფინანსთა მინისტრმა მახსოვს თქვა რომ ადრეო ნაციონალების პერიოდში 1.8-ზეც იყო დოლარიო. და უფრო ადრე 2-ზე სიტუაცია შევარდნოს. ასე ხო არ ვისაუბრეთ, ხა რომ ნაციონალურ პერიოდში ამაზე იყო და მანამდე იყო. საგანგაშო მაჩვენებელი არის, როცა მიზნობრივი ინფლაციას გაცდება. ამ შემთხვევაში ბუნებრივია. ნუ ხა 6% ვერ გაცდება. მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს რაც გამოურიცხავთ, როცა ერთ თვეში 5 პუნქტით ექცევა ეცემა. რამეს გამოურიცხავთ ამ ლოგიკაში? მე მაინც ოპტიმისტურ ნოტაზე მინდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი და ივიდია რომ მე ვასრულებ ოპტიმისტურ ნოტაზე იმ კუთხით, რომ ყველა საშუალება აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს გეგმა, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ეს გეგმა უბრალოდ ჩვენს გითხრან, რომ მოსახლეობის ნაწილი უფრო მშვიდად იყოს და აბსოლუტურად პროცესი არის მართვადი თქვა ამ კუთხით. დიდი მადლობა, გიორგი აბაშიშვილი, ეკონომიკის ექსპერტი საუბრობდა ეკონომიკის ეთერში. ამ დროისთვის სულ ეს იყო. მე მხოლოდ გეფშტობებით რამდენიმე საათით გადაცემა ეკონომიკში 13 საათსა და 10 წუთზე ჩვენ ქართულ კრედიტთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ დღეს ხურჩაბათია და გავიხსენებ უბრალოდ ვისაუბრებთ იმ პროდუქტებზე რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გააჩნია დაგველოდეთ ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი ნოვაციები ფინანსები კაპიტალი ნავთობის ფასები ეკონომიქსი მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა ეკონომიქსი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში ირმა ებრალიძესთან ერთად